მოგესალმებით, წარმოგიდგენთ დღის წესრიგით გვაქვს გათვალისწინებული ორი საკითხი. პირველი საკითხი შეეხება საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონის პროექტს, საქართველოს კანონის პროექტი დიპლომატიური სამსახურის შესახებ. და მეორე საკითხი გვაქვს სახელმწიფო ენის დაცვის და განვითარების ხელშემწყობის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ და აქ გთხოვთ პირველ რიგში კენჭი უყაროთ დღის წესრიგს. დიდი მადლობა. პირველი საკითხი საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები დიპლომატიური სამსახურის შესახებ, საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და ასევე უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მოგახსენებთ, რომ დაჩქარებული წესით არის მოხსენებელი ყავს ქალბატონი ხათუნა თოთლაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. გთხოვთ ქალბატონო ხათუნა. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ დიპლომატიური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტებს. ვინაიდან კანონის პროექტები წარმოდგენილია პირველი მოსმენით, შევეცდები, რომ მაქსიმალურად პრინციპების დონეზე მოგახსენოთ თუ რა გახდა საფუძველი არსებული ინიციატივისა. როგორც მოგეხსენებათ, გასული წლიდან მოყოლებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიწყო მუშაობა უწყების რეფორმაზე, რომლის ეტაპობრივი განხორციელებაც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას მთავრობის პრიორიტეტების სათანადოდ განსახორციელებლად ჰქონდეს, რაც შეიძლება ოპტიმალური ცენტრალური აპარატი, ძლიერი წარმომადგენლობა საზღვრებს გარეთ და ეფექტიანი კოორდინაციის ყველა საჭირო მექანიზმი. სამინისტროს მიერ დაწყებული რეფორმის მიზანია შესაძლებლობა მისცეს პროფესიონალ დიპლომატებს უკეთ მოახმარონ საკუთარი გამოცდილება სახელმწიფო ინტერესების დაცვას, ხოლო ახალგაზრდა თაობას გაუჩინოს უკეთესი შესაძლებლობები ჯანსაღი კონკურენციის საფუძველზე დაიმკვიდრონ თავი დიპლომატიურ სამსახურში და მიეცეთ კარიერული ზრდის ობიექტური შესაძლებლობა. რეფორმის ნაწილს ასევე თავდაპირველადვე განეკუთვნებოდა უცხოური გამოცდილების გათვალისწინებით. ცხადია სამომავლო დიპლომატიური აკადემიის შექმნა, თუმცა აღნიშნული პროცესის ფორსირება გამოიწვია ქვეყანაში მიმდინარე უმაღლესი განათლების რეფორმამ. განათლების რეფორმისა და საგარეო უწყების რეფორმის მიზნების გათვალისწინებით მიღებული იქნა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებით უზრუნველყოფს პოლიტიკური მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით ახალგაზრდა სახელმწიფო მოხელეების აღზრდას. მოგეხსენებათ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეძლო პროფესიონალი დიპლომატების არაერთი თაობის შექმნა, დაგროვდა დიდი გამოცდილება, გამოცდილი დიპლომატების გვერდიგვერდ საქართველოს ჭირდება ახალგაზრდა განათლებული თაობა, რომელიც წინა თაობების კვალდაკვალ ერთგულად ჩაერთვება საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვაში საშინაო თუ საგარეო ასპარეზზე. საჯარო სამართლის იურიდიული პირის დიპლომატიის აკადემიის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის ქვეშ დაარსება განპირობებულია დიპლომატიური სამსახურის სპეციფიკით, მისი ამოცანების კომპლექსურობით და სახელმწიფო ინტერესების დაცვის მაღალი პასუხისმგებლობით. კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოგეხსენებათ წარმოადგენს საგარეო პოლიტიკის ფორმირებისა და განხორციელების ცენტრალურ უწყებას, სადაც კონცენტრირებულია შესაბამისი პროფესიული ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და ანალიტიკური რესურსები. აღნიშნული გარემო უზრუნველყოფს აკადემიის სასწავლო პროცესის მაქსიმალურ შესაბამისობას რეალურ დიპლომატიურ პრაქტიკასთან და გამოწვევებთან. აკადემიის სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირება შექმნის შესაძლებლობა სასწავლო პროგრამები იყოს უშუალოდ დაკავშირებული მიმდინარე საგარეო პოლიტიკურ პროცესებთან, საერთაშორისო მოლაპარაკებთან, დიპლომატიური საქმიანობის ყოველდღიურ პრაქტიკასთან. სამინისტროში დაგროვილი პრაქტიკული ცოდნის და გამოცდილების აკადემიურ ფორმატში ტრანსფორმაცია და გადაცემა მნიშვნელოვნად შეამცირებს ცოდნის დაკარგვის რისკს და გააძლიერებს ინსტიტუციურ მდგრადობას. სამინისტროსთან უშუალო კავშირი უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამის სწრაფად განახლებას და ადაპტირებას საერთაშორისო გარემოს ცვლილებების შესაბამისად. სამინისტრო, როგორც საგარეო ურთიერთობების განმახორციელებელი უწყება, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მეშვეობით, ასევე დაამყარებს კავშირებს უცხო ქვეყნების დიპლომატიურ აკადემიებთან და მოგეხსენებათ, რომ ასეთი გამოცდილება პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში არსებობს და სამწუხაროდ ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოში ვერ ჩამოყალიბდა სხვადასხვა მიზეზების გამო ამ ტიპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულება, რაც დამეთანხმებით, რომ ნამდვილად საჭიროა პროფესიონალი დიპლომატების და საერთაშორისო ურთიერთობებზე მომუშავე საჯარო მოხელეების აღზრდისთვის. აკადემიის სამინისტროს სისტემაში დაფუძნება გარკვეულწილად შეამცირებს ადმინისტრაციულ ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების ეფექტიან
გამოყენებას. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი აკადემია კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით უზრუნველყოფს მოქმედი დიპლომატების უწყვეტ განვითარებას. აკადემია უზრუნველყოფს, რომ სასწავლო და კვლევითი საქმიანობა სრულ თანხვედრაში იყოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებთან და ეროვნულ ინტერესებთან. ვფიქრობთ, რომ წარმოდგენილი ცვლილების მიღება საფუძველს ჩაუყრის საქართველოში მაღალი სტანდარტების მქონე აკადემიის ჩამოყალიბებას, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სათანადო კვალიფიკაციისა და შესაბამისი ინტელექტის მქონე პროფესიონალთა მომზადებაში, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან თანამედროვე ანალიტიკური უნარებით, მყარი ეთიკური სტანდარტებით, ინოვაციური ხედვით, რათა ეფექტურად დაიცვან და წინ წაწიონ ქვეყნის ეროვნული ინტერესები ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში. დიპლომატიური აკადემიის დაარსება საკმაოდ დაპრობირებული პრაქტიკაა, როგორც აღნიშნეთ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დიდწილად საგარეო საქმეთა სამინისტროების ხოლგის ქვეშ, როგორც უმაღლესი სასწავლებელი ან კვლევითი ცენტრი. ეს არ გახლავთ მხოლოდ საგანმანათლებლო, ეს არის ქვეყნის ინტელექტუალური ფარი და სტრატეგიული ინვესტიცია სახელმწიფოებრივ მედაგობაში. სწორედ დიპლომატიური აკადემიის წიაღში მიღებული ფუნდამენტური ცოდნის პრაქტიკულმა გამოყენებამ უნდა მისცეს ქვეყანას შესაძლებლობა იყოს პროაქტიული და არა რეაქტიული. ეს არის ძირითადი სულისკვეთება, რამაც დაუდო საფუძველი ინიციატივას, რომ ჩამოყალიბებულიყო ამ ტიპის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მზად ვარ კითხვების არსებობის შემთხვევაში ცხადია, რომ უფრო მეტ სიღრმეებში შევიდე. აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ დიპლომატიური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ასევე სწორდება გარკვეული ხარვეზები. ერთ-ერთი ასეთი ხარვეზი გახლდათ დიპლომატიური თანამდებობის განსაზღვრება, განმარტებაში უმაღლეს დიპლომატიური თანამდებობის პირის განმარტება ფართოვდება და ბუნებრივად უმაღლეს დიპლომატიური თანამდებობის პირად განისაზღვრება უწყების ხელმძღვანელი საგარეო საქმეთა მინისტრი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ნამდვილად მივესალმებით აღნიშნულ ცვლილებას. კითხვები შევაგროვოთ და ქალბატონი რიმა, ბატონი ლადო ბოჟაძე, ბატონი ვლადო კახაძე. მადლობთ ქალბატონო მარიამ, მოგესალმებით ჩემო კოლეგებო. ქალბატონო ხათუნა, მადლობა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, როგორც თქვენ აღნიშნეთ, თქვენს მოხსენებით ბარათში. ძალზედ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენს ქვეყანას მართლაც კონდეს და გაზარდოს ბევრი ისეთი ახალგაზრდა, რომელიც ჩვენ ქვეყანას ჭირდება. დიპლომატიური აკადემია ნიშნავს იმას, რომ მეტი მაღალი ხარისხის, მეტი მაღალი დიპლომატი ეყოლება ამ ქვეყანას და რა თქმა უნდა, ამ კუთხით ძალზედ მნიშვნელოვანია მოხსენებით ბარათში წარმოდგენილი ძირითადი აქცენტები, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, მე მექნება კითხვები. მოსახლეობა ძალიან გახარებულია, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვინც ამ საკითხებით არის დაინტერესებული და აინტერესებდა, როგორი იქნება ჩარიცხვის ფორმა ამ უმაღლეს სასწავლებელში, როგორი იქნება სწავლების მიმართ საფასურის გადახდა, ის დაექვემდებარება თუ არა იმ კანონს, რომელიც ზოგადად ქვეყანაში არსებობს, ზოგადი განათლების კანონთან დაკავშირებით და დაფინანსების წყაროები როგორ იქნება ამ შემთხვევაში, იქნება ისეთი მიდგომები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ზოგადად უმაღლეს სასწავლებელთან დაკავშირებით თუ რამე განსაკუთრებული ტიპის შემთხვევასთან გვაქვს საქმე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. აქ უბრალოდ დავამატებ, ხომ არ ფიქრობთ, რომ აღნიშნული საკითხები, როგორც ჩარიცხვის წესთან დაკავშირებით, ასევე დაფინანსების საკითხი, რაიმე კუთხით აღნიშნული უნდა იყოს თუ არა კანონ პროექტში თუ კანონქვემდებარეთი მოხდება დარეგულირება. ბატონ ლადო ბოჟაძეს და ბატონი ლადო კახაძე. მადლობა ქალბატონ თავმჯდომარე, მადლობა ქალბატონ ხათუნა კანონ პროექტის წარდგენისთვის და მადლობა გადაწყვეტილების მიღებებს, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა და საგარეო პოლიტიკა ნამდვილად იმსახურებს დიპლომატიის აკადემიის შექმნას. ორი კითხვა, რომელიც უფრო კონკრეტული დეტალებისგან შედგება, აქ გათვალისწინებულია სავარაუდოდ მოვალეობის შემსრულების დანიშვნა, რექტორის იმ პროცედურების დაწყება, რასაც ავტორიზაციის და აკრედიტაციის პროცესები ჰქვია. შენობაზე თუ არის რაიმე უпроსოდ ინფრასტრუქტურა საგადაცად შეიძლება ეს აკადემია გავრცელდეს და აქვე თქვენ გაქვთ მითითებული უკვე კონკრეტული რაოდენობა და გასაგებია ავტორიზაციით განისაზღვრება. საბაკალავრო პროგრამა 240 კრედიტიანი იქნება თქვენი სპეციფიკიდან გამომდინარე, თუ ახალი რეფორმის ნაწილი გახდება, ისევე როგორც საბაკალავრო იქნება 60-იანი თუ 100-იანი, რა გეგმა გაქვთ ასე თქვა დავიმართულებით. მადლობა. დიდი მადლობა ქალბატონ მარიამ, დიდი მადლობა ქალბატონ ხათუნა, კარგი დემონსტრირებისა და სამდიდებული საკითხის. დიპლომატია ეს არის გზა, რომელიც გონიერების მეოხებით წინ აღუდგება ხოლმე იარაღის ჟღარონს. twinit გადაწყვეტილი საკითხი მოწესრიგების გზელვადიან პერსპექტივაში გაცილებით უფრო ნაყოფიერია და დიდი მადლობა ამ ინიციატივისათვის მთავრობას და ყველა ინიციატორს. ერთი მოგზაურებული შეკითხვა მაქვს. სამგზელო ნაწილი, ანუ პედაგოგიური აკადემიური ნაწილი დაკომპლექტდება სრულიად საქართველოს პოტენციალით თუ გვაქვს განზრახულობა, რომ
მოვიწიოთ უცხოელი სპეციალისტებით, რომელსაც ანალიტიკური დიდი ცოდნა აქვს დაგროვილი და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიაში, ანუ განსაზღვრაში დადებით რომ სასრულებენ. ამ ექსპერტულ ცოდნას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება თანამედროვე ახალგაზრდა სპეციალისტის მომზადების გზაზე. დიდი მადლობა. მადლობა ბატონ ლატო, ალბათ მათ შორის ყოფილი დიპლომატებიც, ხომ, ქართველებიც, კარგი. მოგესალმებით, მეც შეუერთდები ჩემს კოლეგებს და ძალიან მოხარული ვარ, რომ ქვეყანაში ასეთი სასწავლებელი შეიქმნება. პატოლადოს ნამდვილად ვეთანხმები, რომ დიპლომატია არის შეუცვლელი ინსტრუმენტი ჩვენი მსგავსი გეოპოლიტიკური მოცემულობის ქვეყნებისთვის და აი ამ კუთხით კადრების მომზადება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. მაქვს კითხვა ასეთი, როგორი პროფილი როგორ განისაზღვრება თავიდანვე ჩამოყალიბებული აი ამ სასწავლებლის და ასევე სწავლება სამსაფეხურიანი იქნება ჩვეულებრივად როგორც დაუშვათ სხვა მიმართულებით არის ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და შემდეგ დოქტორანტურა თუ მხოლოდ ერთ საფეხურზე მოიაზრეთ პირველ ეტაპზე. მადლობა. ხალბატონი ტატა. მოგესალმებით. მე მექნება ესეთი სახის შეკითხვა. კიდევ ერთხელ რო გაგვიმეოროთ, მე გავიგე ის სულისკვეთება, რომელსაც ითვალისწინებს თქვენი კანონური პროექტი, თუმცა არგუმენტები იმისა, რატომ ქმნით დიპლომატიურ აკადემიას, რომ ჩამოგვითვალოთ კიდევ ერთხელ მოქალაქეებისთვის უფრო ნათელი იყოს. არის თუ არა რაიმე კვლევა ჩატარებული ამასთან დაკავშირებით, რომელშიც გვაქვს რეკომენდაციების სახით, რომ ეს გააუმჯობესებს ჩვენს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ამ მიმართულებით. იცნობთ თუ არა ბაზრის კვლევას, რომელიც ჩატარდა ეკონომიკის სამინისტროს მიერ, რომელშიც გაანალიზებული არის ის გამოწვევები, რომლებიც არის დღესდღეობით სამუშაო ბაზარზე ჩვენს ქვეყანაში და აქაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეძლებთ თუ არა აკადემიის კურსდამთავრებულების დასაქმებას შემდგომში. და ხო, ჯერჯერობით ეს მადლობთ. ერთი უბრალოდ კომიტეტის რეკომენდაციაც თუ გირჩევნიათ უპასუხეთ, თუ გირჩევნიათ, მაგრამ კი ბატონო, მაშინ ერთი საკითხი არის რეკომენდაციის ნაწილში კომიტეტის მხრიდან და ამას გავაჟღერებ და ასევე მეც ჩემ კითხვებსაც მივაყოლებ. ესე იგი, წარმოდგენილი კანონის პროექტის ცვლილება ითვალისწინებს უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 29 მუხლის მეორე პუნქტში მოქმედი რედაქციით არსებული დეკანის არჩევის წესის გარდა ახალი კანონის პროექტით ემატება დეკანის დანიშვნის შესაძლებლობა, რომლის ცვლილების საჭიროებაც ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ არ არსებობს. ეს არის იგივე პრინციპი, რაც მაგალითად სხვა უმაღლეს სასწავლებლებში თემატური მიმართულებით არსებობს. ამდენად კომიტეტის რეკომენდაცია, რომ კანონის მოქმედი რედაქცია ამ ნაწილში დეკანის არჩევის საკითხთან დაკავშირებით დარჩეს არსებული რედაქციით. ასევე რაც შეეხება დიპლომატიური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, წარმოდგენილი კანონის პროექტის მეხუთე თავში, რომელსაც ემატება SIP დიპლომატიის აკადემიას საკითხი, აკადემიის დაფინანსების საკითხის მოწესრიგების ნაწილში მოიცავს ჩანაწერს, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას. კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს აკადემიის პროგრამულ დაფინანსებას მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისად ჩანაწერი ამ კანონით დადგენილი წესით უნდა იქნეს ამოღებული. თუ ფიქრობთ, რომ ეს გაითვალისწინოთ და ასევე რამდენიმე საკითხი არის, რასაც ვფიქრობთ, რომ ან კანონში, ან შეიძლება კანონის ქვემდებარე აქტში მოხდეს ამ საკითხების დარეგულირება, თუმცა გასათვალისწინებელია, მაგალითად, როგორ დარეგულირდება სტატუსის შეჩერება, შეწყვეტის წესი, აღნიშნული საკითხების სამართლებრივი მოწესრიგებას, როგორ ხედავს სამინისტრო ამ ნაწილში, ასევე დიპლომატიის აკადემიის სტუდენტს ექნება თუ არა შესაძლებლობა ისარგებლოს მობილობით და როგორ მოწესრიგდება ეს საკითხი. დიპლომატიის აკადემიაში ჩარიცხულ სტუდენტს, ბატონო გიორგი, თქვენ დიპლომატიის აკადემიაში ჩარიცხულ სტუდენტს ექნება თუ არა შესაძლებლობა პარალელურად დასაქმდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში და არსებობს თუ არა შესაძლებლობა, რომ სწავლის დაფინანსების პარალელურად სტუდენტს ჰქონდეს გარკვეული ვადით სისტემაში მუშაობის ვალდებულება. და როგორ დაადგენს სამინისტრო ამას სამართლებრივი მოწესრიგება, როგორ ექნება ამ საკითხს. ასევე არის გარდამავალი მუხლების ნაწილი, რომელიც აი მაგალითად არ იკვეთება, როდიდან განხორციელდება უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება,
როდიდან დაიწყება, ასევე კანონის ამოქმედებიდან რა ვადაში უნდა უზრუნველყოს სამინისტრომ შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების შემუშავება და რა ვადაში უნდა მიმართოს განათლების ხარისხის ცენტრს, ეროვნულ ცენტრს ავტორიზაციისათვის და აქ ასევე არ იკვეთება რა ვადაში მოამზადებს კურიკულუმებს, სასწავლო პროცესებს, როგორ დააკომპლექტებს ამ საკითხებს. მე ბატონო გიორგი გამომრჩა თქვენ დასვით კითხვა თუ დასვით ხო? კარგით, ეს არის ძირითადად თუ სხვა კითხვები არ არის შეგვიძლია უპასუხოთ. დიდი მადლობა საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვებისთვის. ვეცდები რომ მაქსიმალურად დავფარო ყველა თქვენთვის საინტერესო საკითხი. რაც შეეხება საკითხს თუ როგორ განხორციელდება უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება და იქნება თუ არა ეს სტანდარტულად ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატით თუ იქნება რაიმე განსხვავებული წესი დადგენილი. მოგეხსენებათ რომ უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი აწესრიგებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის მიღების საფუძვლებს. ამ ასე ვთქვათ უმაღლეს განათლების შესახებ კანონში ჩანაწერი ის შესაბამისად ბაკალავრიატის პროგრამის სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები, შესაბამისად ბუნებრივია, რომ ეს არის დებულება, რომელიც ავტომატურად გავრცელდება დიპლომატიურ აკადემიაზეც და არ იქნება რაიმე განსხვავებული წესი, ჩვეულებრივ ყველა სტუდენტი, რომელსაც ექნება სურვილი, რომ ჩააბაროს დიპლომატიის აკადემიაში, ის ჩააბარებს აკადემიაში ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე. სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამებზე დაფინანსება, ასე ვთქვათ, სტუდენტის როგორ მოწესრიგდება, ამ შემთხვევაში უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის დებულებები გავრცელდება სტანდარტულად ასევე დიპლომატიის აკადემიაზე. და ბუნებრივია, რომ ბიუჯეტზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნება ჩვენ შემთხვევაში, ანუ აკადემიის შემთხვევაში სასტიპენდიო ფინანსური რესურსი, რომელიც შესაძლოა გაიცეს წარჩინებული სტუდენტისთვის და ეს არ იქნება სწავლის დაფინანსების ფორმა, ანუ დაფინანსება მოხდება სტანდარტულად, როგორც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხორციელდება. რაც შეეხება კითხვას ინფრასტრუქტურასთან, კრედიტების, ასე ვთქვათ, რაოდენობა იქნება თუ არა სტანდარტულად, ბუნებრივია, აქაც უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის რეგულაციები გავრცელდება და სტანდარტულად საბაკალავრო პროგრამაზე რა კრედიტებიც არის დაწესებული, სწორედ ის კრედიტები გავრცელდება დიპლომატიის აკადემიაზეც, ინფრასტრუქტურასთან მიმართებით მიმდინარეობს მუშაობა ქონების მართვის სააგენტოსთან, ასევე განათლების სამინისტროსთან. არსებობს გარკვეული ინდიკაციები კონკრეტულ შენობასთან დაკავშირებით, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა და ჩვენ უკვე მივმართეთ ქონების მართვის სააგენტოს და თუ იქნებ, მოკეთ მუშაობთ სხვა შენობებზე, მნიშვნელოვანი აქ არის ერთი რამ და ალბათ ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება, მოგეხსენებათ რომ არსებობს შესაბამისი სტანდარტები შენობასთან მიმართებით მათ შორის და ამ სტანდარტების დაცვა უზრუნველყოფს ავტორიზაციის წარმატებით გავლას, შესაბამისად ჩვენ ცხადია, რომ ყველანაირად ინფრასტრუქტურას მოვარგებთ იმ სტანდარტებს, რაც არის დადგენილი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, საწინააღმდეგო შემთხვევაში ამბიცია და პრეტენზია ავტორიზაციის წარმატებით გავლაზე ვერ გვექნება, ამიტომ ინფრასტრუქტურის ნაწილშიც აუცილებლად მომზადებული დავხვდებით ჩვენ, ასე ვთქვათ, აკადემიის საქმიანობის დაწყებას. თუ ბატონი ლადოს კითხვა იყო, აკადემიური პერსონალი იქნებიან მხოლოდ საქართველოს, ასე ვთქვათ, რესურსიდან გამოყოფილი თუ იქნება ასევე უცხოური გამოცდილებაც. მოგეხსენებათ, რომ აკადემიური პერსონალი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დადგენილი წესით შესაბამისად კონკურსის წესით შეირჩევა და ეს აკადემიური პერსონალი არის, რომელიც სავალდებულო ძირითად დისციპლინებს, ასე ვთქვათ, უძღვება ნებისმიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ბუნებრივია, რომ ისინი იქნებიან საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს აკადემიური წრეებიდან მოწვეული პირები, რომლებიც დასაქმდებიან დიპლომატიის აკადემიაში, რაც შეეხება უცხოურ გამოცდილებას, ცხადია განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო ურთიერთობებზე, დიპლომატიაზე, აქ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია უცხოური გამოცდილების გაზიარება და მათ შორის, როგორც მოგახსენეთ და რა თქმა უნდა ცნობილია, რომ პრაქტიკულად ყველა ქვეყანას აქვს ასეთი გამოცდილება და აქვს დიპლომატიური აკადემიები, ჩვენ მათთან გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა წლების განმავლობაში. მიუხედავად იმისა,
იმისა, რომ ინიციატივა დიპლომატიის აკადემიის დაარსებისა, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ახლა დადგა დღის წესრიგში, როგორც უკვე შესაძლო, ასე ვთქვათ, ფორმა, ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით და სხვადასხვა ფორმით ეს იქნებოდა, ასე ვთქვათ, სასწავლო ცენტრი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვეშ თუ კვლევითი ინსტიტუტი, სხვადასხვა ფორმით ყოველთვის ვცდილობდით და დღესაც ვაგრძელებთ დიპლომატების, ასე ვთქვათ, საკადრო დიპლომატების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების კურსებს. შესაბამისად, ჩვენ ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვაქვს სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიურ აკადემიებთან და მათი რესურსიც მაქსიმალურად იქნება გამოყენებული. ოღონდ ბუნებრივია არა აკადემიურ ნაწილში, არამედ ისინი შეიძლება იყვნენ მოწვეული ექსპერტები, რომლებიც საკონტრაქტო საფუძველზე შესაძლებელია, რომ გამოცდილების გაზიარებისა და სხვადასხვა დისციპლინების, ასე ვთქვათ, მიმართულებით თავიანთ რესურსს მოახმარენ ასევე იმ ახალგაზრდებს, ვინც ჩაირიცხება დიპლომატიის აკადემიაში. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ასე ვთქვათ, თუ როგორი ფორმით იქნება სტანდარტულად, როგორც უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით განისაზღვრება, საბაკალავრო პროგრამა იქნება 3 წლიანი და სამაგისტრო იქნება 1+1, როგორც ამას განსაზღვრავს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი. ბაზრის კვლევაზე იყო კითხვა და ასევე უცხოურ გამოცდილებაზე, როგორც მოგახსენეთ, ანუ უცხოური გამოცდილება გაზიარებული არის არა მხოლოდ ამ ინიციატივის საფუძვლის შექმნისთვის, არამედ უცხოური გამოცდილება გაზიარებული და დაგროვილია უკვე წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროში. კიდევ ერთხელ მცდელობა იყო არაერთხელ, რომ შექმნილიყო მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულება, თუმცა ასეთი ამბიციური, როგორც დღეს გვაქვს ჩვენ დაანონსებული, აქამდე არ ყოფილა, შესაბამისად ჩვენ პრაქტიკულად ყველა ქვეყნის გამოცდილება გვაქვს შესწავლილი, კვლევაც გვაქვს ცხადი ამ მიმართულებით გაკეთებული და ვიცით თუ როგორი სისტემით და სტრუქტურით ფუნქციონირებს სხვადასხვა ქვეყანაში დიპლომატიის აკადემიები, შეიძლება სხვადასხვა ფორმა ჰქონდეთ მათ მმართველობით, ზოგი პირდაპირ იყოს დაქვემდებარებული საგარეო საქმეთა სამინისტროს, ზოგის, ასე ვთქვათ, გარკვეულ დაფუძნებაში იღებდეს მონაწილეობას სახელმწიფო, როგორც დაფინანსების ნაწილში, ასევე სტრუქტურის შექმნის ნაწილში, თუმცა რაღაც გარკვეული ავტონომია მათ ჰქონდეთ, ანუ ესეც დაახლოებით ესეთი შერეული ტიპის დაწესებულება იქნება. რაც შეეხება ბაზრის კვლევას ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელებულს, არათუ შევისწავლეთ, არამედ შეიძლება ითქვას, რომ ის ერთ-ერთი საფუძველიც კი გახდა ჩვენი ინიციატივის გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ დავინახეთ მკვეთრად სურათი, თუ რა საჭიროებები არსებობს ბაზარზე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით და სწორედ იმ ციფრს, რომელიც ციფრიც მეტნაკლებობით დაიდო ეკონომიკის სამინისტროს კვლევის შედეგად, თუ რა მოთხოვნაა ბაზარზე ამ კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მომზადების, ამას ვცდილობთ მაქსიმალურად რომ ვუპასუხოთ და ის რაოდენობა სტუდენტების, რომელიც გვაქვს განსაზღვრული, პირდაპირ შეესაბამება იმ ბაზრის კვლევას და იმ ციფრებს, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან იქნა გამოქვეყნებული და ეს ძალიან დაგვეხმარა ჩვენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. რაც შეეხება ქალბატონი მარიამის ორ მამას დავარქმევდი ტექნიკური ხასიათის პირველ ორს, იმიტომ რომ პრაქტიკულად ჩათვალეთ, რომ გათვალისწინებულია, რაღაც ტექნიკური იყო დეკანის დანიშნვის წესი, რა თქმა უნდა, დეკანის ანუ არჩევის წესი იქნება გათვალისწინებული და ჩვენ თქვენს აპარატთან ერთად უკვე ვიმუშავეთ და ეს ტექნიკური ხარვეზი გამოვასწორეთ. და ასევე, რაც შეეხება დაფინანსების ნაწილს, ასევე ის, რომ ამ კანონით ეს ნაწილიც, ასე ვთქვათ, ამოღებულია უკვე და პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ გასწორდა. შემდეგ კითხვები იყო ასევე ვადებთან დაკავშირებით, ქალბატონო მარიამ, რა ვადაში უნდა უზრუნველყოს სამინისტრომ კანონმდქვენდებარი აქტების მომზადება და დამტკიცება, ასევე რა ვადაში უნდა მიმართოს განათლების ხარისხის მართვის ეროვნულ ცენტრს ავტორიზაციისათვის აკადემიამ და კურიკულუმების, ასე ვთქვათ, სასწავლო პროცესისთვის მომზადება რა ვადებში უნდა მოხდეს. რატომ არ განსაზღვროთ ჩვენ კონკრეტული ვადები კანონმდებლობით, ამაზე მოგახსენებთ, ჩვენი კომპეტენცია გახლავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრინციპში, ანუ კანონ პროექტებზე, როდესაც ვსაუბრობთ, ჩვენი კომპეტენცია კანონის შესაბამისად გახლავთ მხოლოდ დიპლომატიის აკადემიის წესდების დამტკიცება. ეს წესდების პროექტი ბუნებრივია არის უკვე მომზადებული და მხოლოდ კანონის ამოქმედების შემდეგ და დიპლომატიის აკადემიის დაფუძნების შემდეგ შევძლებთ, რომ წესდების პროექტი ჩვენ უკვე დავამტკიცოთ, რაც შეეხება დანარჩენ, ასე ვთქვათ, ნებისმიერ საკანონმდებლო ინდივიდუალური იქნება ეს ძირითადად ნორმატიული აქტები, რომელიც განსაზღვრავს სხვადასხვა
მემართულებით, ასე ვთქვათ, საქმიანობას აკადემიის, ამას უკვე თვითონ აკადემიის რექტორი თავისი, ასე ვთქვათ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით განამტკიცებს და შესაბამისად ეს საკანონმდებლო ინიციატივები ამ ეტაპზე ის რაც სამინისტროს ნაწილში შეიძლება იყოს მომზადებული, უკვე მომზადებულია, დანარჩენი უკვე ამას უზრუნველყოფს თვითონ აკადემია. ასევე მნიშვნელოვანი ეტაპი რაც იქნება მას შემდეგ რაც კანონი შევა ძალაში, პირველი ეტაპი რომელიც უნდა განხორციელდეს ყველაზე უფრო სწრაფად, ეს არის მთავრობის დადგენილება. მთავრობამ უნდა მიიღოს დადგენილება, რომლის საფუძველზეც აკადემიას როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მიეცემა უფლება, რომ მან მიმართოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ავტორიზაციისათვის და შემდეგ უკვე აკრედიტაციისათვის და ბუნებრივია, რომ ეს მთავრობის დადგენილების პროექტიც არის უკვე მომზადებული საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან. მრავადაში უნდა მომზადდეს ასევე კურიკულუმები და როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესი. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული საკითხის კანონით მოწესრიგება არ იქნებოდა მიზანშეწონილი, უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია, რომ ავტორიზაცია და აკრედიტაცია გაიაროს აკადემიამ, ძალიან რთულია წინასწარი მის პროგნოზირება, თუ რა ვადაში შეიძლება გაიაროს აკადემიამ ავტორიზაცია და აკრედიტაცია, ვინაიდან ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროზე, მთავარია, რომ ყველა იმ კრიტერიუმს ავტორიზაციისთვის და აკრედიტაციისთვის აკმაყოფილებდეს და შემდეგ უკვე ეს გადაწყვეტილება მისაღებია განათლების სამინისტროსი, თუ აკადემია ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს და დადგენილ ვადებში, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული ავტორიზაცია აკრედიტაციისათვის, ამას ყველაფერს დააკმაყოფილებს, საუკეთესო შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ 2027 წლიდან უკვე შევძლებთ სტუდენტების მიღებას, ამიტომ ვადის ჩადება უშუალოდ კანონში თუ რა პერიოდიდან შევძლებთ ამას, ვინაიდან არ არის ეს ჩვენზე დამოკიდებული პროცესი, ანუ კანონით, ასე ვთქვათ, ამის დავალდებულება რაღაცა ცოტა შეიძლება უხერხულობას შექმნის და ამიტომ როგორც კი ეს ცვლილებები დიპლომატიური სამსახურის შესახებ და უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შევა და როგორც კი კანონები შევა ძალაში, ეს გახდება საფუძველი იმისა, რომ ჩვენ დავიწყოთ პროცესი. მანამდე ჩვენ პროცესს ბუნებრივია ვერ დავიწყებთ. კიდევ ერთხელ პირველი ეტაპი იქნება კანონის გამოქვეყნებისთანავე, რომ ჩვენ მივართავთ საქართველოს მთავრობას, რომელიც უზრუნველყოფს უკვე შესაბამის დადგენილებით აკადემიისათვის უფლებამოსილების მინიჭებას, რომ აკადემია მიმართოს განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს და დავიწყოთ ავტორიზაცია აკრედიტაციის პროცედურა და ცხადია, რომ ამაზე ჩვენ ვმუშაობთ. სტატუსის შეჩერებაზე და მობილობაზე, დასაქმებაზე ასევე იყო კითხვა ქაბატონ მარიამეს, რომ არ გამომრჩეს. აქაც კიდევ ერთხელ, როგორც თავშივე აღნიშნე, იმოქმედებს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი. არ იქნება რაიმე განსხვავებული დარეგულირებული ჩვენი კანონმდებლობით და ასევე ის შესაძლებლობაც რომ აკადემიის სტუდენტი პარალელურად იყოს დასაქმებული საგარეო საქმეთა სამინისტროში. რა თქმა უნდა ეს ვერ მოხერხდება, იმიტომ რომ საკმაოდ სპეციფიურია საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვეულებრივ ასე ვთქვათ უმაღლესი განათლების მქონე პირი შეიძლება მხოლოდ გახდეს კონკურსანტი გამოცხადებულ ვაკანსიებზე საგარეო საქმეთა სამინისტროში. ის რომ აკადემიის მაგისტრი მაგალითად შეიძლება სპეციალურ პროგრამაში ჩარიცხული პირი უფრო მეტ შესაძლებლობას იყენებდეს ზოგადად სამინისტროს სისტემის პრაქტიკის გავლის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობა იქნება, მაგრამ რაც შეეხება სრულფასოვან დასაქმებას ნებისმიერი პირის, ის აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს საჯარო სამსახურის შესახებ ძირითად კრიტერიუმებს და მას მინიმუმ უნდა ქონდეს უმაღლესი განათლება, შესაბამისად პარალელურად სტუდენტი ვერ იმუშავებს საგარეო საქმეთა სამინისტროში როგორც სრულფასოვანი თანამშრომელი. დიდი მადლობა. პრაქტიკის და სტაჟირების დიახ, პრაქტიკის და სტაჟირების ელემენტი, სტაჟირების ცოტა განსხვავებული არის, მაგრამ პრაქტიკის ელემენტები რა თქმა უნდა და კიდევ ერთხელ, ანუ როდესაც მე ვსაუბრობდი იმ ძირითად, ასე ვთქვათ, მოტივატორებზე, რის გამოც გადაწყდა, რომ შეიქმნას დიპლომატიური აკადემია, მათ შორის არის ასევე ისიც, რომ ის ბაზა, რომელიც არსებობს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ეს ადამიანური რესურსი იქნება თუ ტექნიკური შესაძლებლობები მაქსიმალურად იყოს გამოყენებული ახალგაზრდა თაობისთვის, რომ მათ შეძლონ უკეთ დაეუფლონ თავიანთ პროფესიას. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ერთი უბრალოდ დაზუსტება, რადგანაც ეს არის იმის მსგავსი, რაც მაგალითად სუსის აკადემია არის, რაც მაგალითად სხვა აკადემიები, რაც არის სისტემურად და სულ ცოტა ხნის მქონდა ჩვენ სუსის აკადემიასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები. ერთ ნაწილში მათ გამონაკლისის სახის მიღება დაუშვეს, ანუ იმ შემთხვევაში თუ მაგალითად ან სისტემის თანამშრომელს აქვს სურვილი რომ ჩააბაროს და ეროვნული გამოცდების
ასე ვთქვათ, არიდების ნაწილში, რომ შეიძლება პრეცედენტი იყოს ამის დაშვების, ასე ვთქვათ, პრეცედენტი შექმნეს კანონით და მეორე რაც იყო, ეს არის მიღების ნაწილში, ანუ მესმის ვადებთან დაკავშირებით, რომ თქვათ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში აკეთებთ, თუმცა მიღების ნაწილიც გარდამავალ კანონპროექტებში აქვთ მათ განსაზღვრული და ალბათ კარგი იქნებოდა, რომ თქვათ, შესაბამისობაში ყოფილიყო მსგავსი პრაქტიკები, რაც გვაქვს ამ აკადემიებში. და ბატონო იმედა თქვენც. პირველ რიგში მივესალმები ამ ინიციატივას, ისეთი დარი ქვეყნებისთვის, როგორც საქართველოა, ვეთანხმები აბსოლუტურად კოლეგებს, რომ და ასეთი პატარა ქვეყნებისთვის ბუნებრივია მნიშვნელოვანია კვალიფიციური კადრები და განსაკუთრებით დიპლომატიის მიმართულებით. რამე თუ ორი ისტორიული მხარე ოკუპირებული გვაქვს და შესაბამისად თუ რაიმეში ინვესტიციას გააკეთებს სახელმწიფო, მე ვფიქრობ, რომ არის დიპლომატების აღზრდაში. რამე თუ საქართველოს დაბადების დღიდან დღევანდელ დღემდე მუდმივად გამოწვევებისა და მუდმივად რყევების პირობებში უწევს საქართველოს არსებობა. და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ ინიციატივისთვის, პატივცემლო. პირველი კითხვა მდგომარეობს იმაში, რომ მე მგონი ვერ ზუსტი რაოდენობა დღეის მდგომარეობით არ ვიცით, თუ რამდენ პირველ კურსელს მივიღებთ, ხომ? რა რაოდენობა არის? 70 ბავშვი და ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნების რაოდენობა დაზუსტებული არის ამ ეტაპზე? თუ რა საგნები უნდა ჩაბარდეს? კი, ეს მეორე კითხვა და მესამე აკადემიაში რა სპეციალობები იქნება, ეს უფრო კონკრეტულად რო გითხრათ. დიდი მადლობა. კი ბატონო, დიდი მადლობა. მიღებას სუსის აკადემიის და თავდაცვის აკადემიის ნაწილზე მინდა ასევე გავაკეთო პატარა კომენტარი. სუსის და თავდაცვის აკადემიები საკმაოდ სპეციფიურია თავისი პროფესიებიდან გამომდინარე და შესაბამისად მათ აქვთ კანონით გამონაკლისი, რომ ეროვნული გამოცდების გარდა, ასე ვთქვათ, თვითონ დაადგენენ კრიტერიუმებს, მათ შორის ჩარიცხვის და მათ შორის დასაქმების. თუმცა ჩვენ შემთხვევაში ეს გამონაკლისი არ გამოგვიყენებია, ვინაიდან განსხვავებით სუსისა თავდაცვის აკადემიისაგან დიპლომატიის აკადემიაში მიუხედავად მისი სახელწოდებისა დიპლომატიის აკადემია ქვია, იქნება ორი ძირითადი მიმართულება, ეს არის პოლიტიკის მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობები. აქედან გამომდინარე, რაიმე განსაკუთრებული სპეციფიკა, რომ რომელიმე სტუდენტი იყოს განთავისუფლებული ეროვნული გამოცდებისგან და სხვა კრიტერიუმით მოხდეს მისი ჩარიცხვა დიპლომატიის აკადემიაში, არ დადგა დღის წესრიგში ბუნებრივად და ყველა იმ სტუდენტს, რომელსაც ექნება სურვილი, რომ პოლიტიკის მეცნიერებების ან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით გააგრძელოს სწავლა, შეძლებს, რომ ამ ორი ეს ორი ძირითადი საბაკალავრო პროგრამა ექნება აკადემიას, რაც შეეხება სამაგისტრო პროგრამა თითოეულ საბაკალავრო პროგრამაზე ასევე იქნება თითო, ანუ მეტი არ იქნება და ამითი შემოიფარგლება. შესაბამისად, სპეციალიზაცია იქნება საერთაშორისო ურთიერთობები ან პოლიტიკის მეცნიერებები და ასევე სამაგისტრო პროგრამის მიმართულებით იქნება პოლიტიკის მეცნიერებები და დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები. თუმცა ამის მიღმა კიდევ ჩვენ და კანონპროექტში ეს არის განსაზღვრული, გვაქვს სპეციალური სასწავლო კურსი, ერთწლიანი შემოვიღებთ დიპლომატიის აკადემიაში, რომელიც იქნება უშუალოდ საკვალიფიკაციო კურსი დაახლოებით ესე რომ წარმოვიდგინოთ, ასე ვთქვათ, პრერეკვიზიტივით იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროში დასაქმებისთვის, იმიტომ რომ ის იქნება ერთწლიანი, რაც ბატონმა ლადომ წეღან ბრძანა, რომ სტაჟირების პროგრამა როგორი შეიძლება იყოს, ჩავთვალოთ, რომ ეს იქნება უშუალოდ პრაქტიკული სტაჟირების პროგრამა ერთწლიანი, რომელიც მისცემს შესაძლებლობას შემდეგ უკვე ამ ერთი წლის გავლის შემდეგ ნებისმიერ სტუდენტს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, აქ მხოლოდ კონკრეტულად სტუდენტზე არ არის ლაპარაკი, შეიძლება რომ ამ კურსის გავლის შესაძლებლობა ქონდეს აბსოლუტურად სხვა ფაკულტეტის დამთავრებულ ადამიანსაც, რომელსაც სურვილი აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროში დასაქმდეს და სწორედ ამ კურსის გავლის შემდეგ კი, იმიტომ რომ აქ იქნება კიდევ ერთხელ როგორც პრაქტიკული გამოცდილება, ისე თეორიული და იქნება აქ გარკვეულ უნარებზე და პრაქტიკულ გამოცდილებაში მათ შორის ძალიან ბევრი რამ იგულისხმება. რაც შეეხება კიდევ რა იყო კითხვა? ჩასაბარებელი საგნები, ანუ სტანდარტულად რაც არის დადგენილი ეროვნული გამოცდებით, ის საგნები იქნება, ანუ ჩვენ რამე განსხვავებულ დამატებით მოთხოვნას ნამდვილად არ ვაყენებთ. დებულო რომ არის ქართული ენა და ლიტერატურა და უცხო ენა და არჩევითი არის გეოგრაფია, ისტორია,
და ხო და სავალდებულოს ხო არ ემატება რაიმე და კიდევ არჩევიჩი რაიმე უფრო იმიტომ რომ რადგანაც ესეთი ვიწრო პროფილის დიპლომატიური აკადემიაზეა საუბარი, იგივე უცხო ენის დამატება კიდევ ერთი, ანუ ორი უცხო ენის სავალდებულო ცოდნა და შემდეგ არჩევიჩი კიდევ უფრო მეტი ალტერნატივებია, ამაზე მაქვს საუბარი. არ იქნება რაიმე განსაკუთრებული სავალდებულო მსგავსი მოთხოვნები გამომდინარე იქიდან, რომ ყველა სტუდენტს მიეცეს შესაძლებლობა სტანდარტულად მიიღოს მონაწილეობა იმ კონკურსში, ასე ვთქვათ, იმ კონკურენციის პირობებში, რომელიც ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ იქნება მისთვის, ასე ვთქვათ, მისაღები და საინტერესო. ანუ ის, რომ სტუდენტმა უნდა იცოდეს ორი უცხო ენა, ეს საკმაოდ ისეთი მოთხოვნაა. ასეთ მოთხოვნებს ჩვენ როგორც წესი ვაწესებთ ხოლმე, როდესაც ვაცხადებთ კონკურსს დიპლომატიურ სამსახურში და დიპლომატიურ სამსახურში დასაქმების შემთხვევაში შეიძლება გქონდეს საკვალიფიკაციო მოთხოვნა აუცილებლად ორი უცხო ენის ცოდნა. თუმცა ერთი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასევე მინდა ამას ხაზგასმით, ასე ვთქვათ, ავღნიშნო, რომ დიპლომატიის აკადემიაში ძალიან გაძლიერებული იქნება უცხო ენების მიმართულება და დიახ რა თქმა უნდა, უცხო ენების მიმართულება იქნება საკმაოდ მძლავრად წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტი, რომელიც ერთი ჩვეულებრივ უცხო ენით და მას ანუ მეტი მოთხოვნა პრინციპში განსაკუთრებული არც აქვს, ჩააბარებს დიპლომატიის აკადემიაში, აკადემია უზრუნველყოფს, რომ 3 წლის თავზე სტუდენტს მეორე უცხო ენა ქონდეს, როგორც ასე ვთქვათ, სამუშაო ენა. დიახ, ავღნიშნე პოლიტიკის მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობები, ეს არის ორი ძირითადი მიმართულება და შემდეგ უკვე მაგისტრატურის შემთხვევაში ასევე იქნება ეს ორი მიმართულება და რაღაცა ესეთი არა. თუ ერთიანეროვნულ გამოცდებს ჩააბარებს ნებისმიერი სრულწლოვანებას მიღწეული ადამიანი შეიძლება რომ მადლობა დიდი. კითხვა დამებადა ეხლა და აი ველადო კარგი რომ უმაღლეს დამთავრებულ პროფესიონალს მომიჯნავე დარგის შეიძლება თუ არა რაიმე საადაპტაციო გზით აი ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ამ სისტემაში მოქცევა თუ აუცილებელია ეროვნული გამოცდება ეროვნული აუცილებელია ეს საგამონაკლისო წესი ერთიანი ეროვნული გამოცდები კიდევ ერთხელ არის ჩვეულებრივ სავალდებულო როგორც ამას უმაღლესი განათლების შესახებ კანონი ითვალისწინებს ერთადერთი შესაძლებლობა რომელიც წეღან აღნიშნა ეს არის ერთწლიანი სპეციალური მოსამზადებელი კურსი სადაც ნებისმიერ სხვა უმაღლეს დამთავრებულ პირს კონკურსის საფუძველზე ექნება შესაძლებლობა რომ ეს კურსი გაიაროს. დიდი მადლობა მივესალმებით აღნიშნულ ინიციატივას, წარმატებებს გისურვებთ და გთხოვთ კენჭისყრა. კი ბატონო, თავი შეიკავეთ, კი ბატონო. კარგით, ახლა მეორე საკითხზე გადავიდეთ. მეორე საკითხი გვაქვს სახელმწიფო ენის დაცვის და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შექმნა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 52-ვე მუხლის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში შეიქმნა სახელმწიფო ენის დაცვის და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანია ქართული სალიტერატურო ენის ნორმებისა და ტერმინოლოგიური სტანდარტების დაცვა. ქართული სალიტერატურო ენის ნორმების გაციფრულების სტანდარტიზაცია და სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შესაძლო გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზება. თქვენ დარიგებული გაქვთ სამუშაო ჯგუფის სია და შეგვიძლია რომ პირდაპირ კენჭისყრაზე დავაყენოთ დიახ თუ კითხვა ხომ არა გაქვთ? კითხვა არა, უბრალოდ ერთი თხოვნა მექნება. ეხლა ისე ძალიან კარგი გუნდი იქნება, ნახე სია გადავხედე შესანიშნავი ადამიანების თავყრილობა არის. ზუსტად მზრუნველი. მე და ბატონ გიორგის ბევრჯერ ქონია ამაზე საუბარი და ერთნაირი აზრი გვაქვს. თხოვნა გვექნება ალბათ ეს საბჭოს გააკეთებს თავის გადაწყვეტილებას. სკოლაში გრამატიკა უნდა დაბრუნდეს ქართული ენის. აუცილებლად, იმიტომ რომ ენა გაგვექცა. ენა დაგვიბინძურდა. ენა ის სამემკვიდრო დიდი ვალდებულება რომ ჩვენი საიდუმლო, სულიერი საიდუმლო, ქართული საიდუმლო კარგად გადაიცემოდეს სამომავალ მემკვიდრეზე, ეს ძალიან და იმის ქვეშ აღმოჩნდა საშუალების წინაშე და ჩვენ რომ ვამბობთ რომ ჩვენს სიტყვას, ჩვენს
ფორმასა და შინაარსი, ქართულ სიტყვა და შინაარსი, ეს არის სასწაული დაცვის იარაღი, ეს არის სამკურნალო იარაღი, ეს არის მასტიმულირებელი იარაღი, ეს არის დაგოვლიცონის გადაცემის საუკეთესო უნიკალური საშუალება, ეს უნდა აღვადგინოთ. გეთანხმებით ბატონ ლადო, ამ საკითხთან დაკავშირებით უმჯობესია სამუშაო ჯგუფს მივცეთ განხილვისთვის, ასევე თქვენ მოგაწოდებთ ინფორმაციას ამ სამუშაო ჯგუფის შეხვედრებთან დაკავშირებით და სრული შემთხვევაში წევრებს შეგეძლებათ რომ მონაწილეობა მიიღოთ. კენჭი უყაროთ მაშინ წარმოდგენილ სამუშაო ჯგუფს. დიდი მადლობა. ამით სხდომა დასრულებულია. წარმატებები.